ამ ვიდეოში მოდით გამოვიცნოთ თუ დიდი ციფრები იყოფა სხვა ციფრებზე ნაშთის გარეშე. ეს მარტივია, რადგანაც 20 იყოფა 2-ზე და 2 მოთავსდება 20-ში 10 ჯერ. აბა ვნახოთ თუ 20 იყოფა 8-ზე, 8 მოთავსდება 20-ში 2 ჯერ და რჩება ნაშთი 4. ბოლოს როგორც გითხარით, 2 იყოფა 20-ზე ნაშთის გარეშე და 8 არ იყოფა 20-ზე ნაშთის გარეშე. 20 იყოფა ყველა ციფრზე, რომელიც არის ქვემოთ მოცემული. აბა ახლა გამოვიცნოთ თუ დიდი ციფრები იყოფა 2-ზე, 5-ზე თუ 10-ზე. შეგახსენებთ, დიდი ციფრი იყოფა 2-ზე, თუ მთავრდება 0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით და 8-ით. 26 და 248 მთავრდებიან ლუწი ციფრებით და მაგიტო იყოფიან 2-ზე. ხოლო 135 მთავრდება კენტი ციფრით. მოდი გამოვიცნოთ ამ სამი ციფრიდან, რომელი იყოფა 5-ზე. დიახ, მართალია, პირველი 2 ციფრი იყოფა 5-ზე, მაგრამ ბოლო არა. ეხლა გასწავლით, როგორ გამოიცნოთ დიდი ციფრი თუ იყოფა 10-ზე. პირველი და ბოლო ციფრი მთავრდებიან 0-ით, ესე იგი იყოფიან 10-ზე. ეხლა გამოიცანით სამი ციფრიდან, რომელი იყოფა 2-ზე, 5-ზე ან 10-ზე. დამიწერეთ კომენტარებში თუ ყველა სწორად გამოიცანით, მაგრამ თუ არა, გადაახვიეთ ვიდეოს და უყურეთ ხელახლა. შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებ, როგორ გამოიცნოთ ციფრები თუ იყოფა 8-ზე და 4-ზე. ვინაიდან ინგლისურ მათემატიკას სწავლობ და ქართული ტერმინოლოგია მიჭირს, მომწერეთ თუ გასაგებად ხსნი.